სტრესის დონე შეამცირე. თუ ამას ვერ ახერხებ ბუნებრივი გზით, გასაკვირველია სპეციალისტის ჩართულობა გვინდა. ეს ყოველთვის მე ვეუბნები, ეს არ ნიშნავს ზოგს მედიკამენტური ფობიაცაა. ისინი ბევრ წამლებს დამინიშნავენ და მე იმ წამლებზე რო ალერგია მომწეს, ჩვენ კიდე ეს პრობლემა გვაქვს. სიკირდეს ალკი აგრეატებული შიშია, მედიკამენტების ხშირად მიმართ ხშირად ვლინდება და სხვა შორის HIV მიმართულებით არის ესეთი აგრეატებული შიშები, ასე ვთქვათ, ობსესიები. ტერმინოლოგიურად რო თარგმნოთ, რომელიც ყველაზე მეტად ხშირად უკავშირდება ხოლმე ალერგიის აკვიატებულ შიშს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული ფორმა არის, რომ ალერგიული შეტევა არ დამემართოს და კიდევ როდესაც არის წამლების შიში, ანუ მედიკამენტების შიშებს შორის ყველაზე ხშირი არის ის, რომ წამლმა რა რეაქცია არ მომწეს ალერგიული. ეს სტიგმატიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ხშირად ხანდახან ფიქრობ ხოლმე, როცა ეს სომატიკაზე ესაუბრები, რომ როდის ახლა რაღაცნაირად კულტურულად და სუბუქად შევაპარო, რომ მას ჭირდება ასევე, მე ვეუბნები, რომ შენ კი არ გჭირდება, მე მჭირდება. ხანდახან ამ ტერმინსაც კი ვიყოლებ, რომ დამახმარო ეს კი. მე ესე ვეუბნები. იცი, როცა გზნობ, რომ ტიპაჟი შეიძლება არ წამომყვას, ვეუბნები, რომ მე მინდა დახმარება მის იმ ექიმის. და აი ამას მე გიმკურნალო უკეთესად. ხო, აი ამ ტერმინს რო გამოვიყენებ, მე სხვანაირად უყურებენ და უმრავლესობა რასაკვირველია მომყვება ამ თვალსაზრისით, რომ ეს ჩვენი წარმატების, ჩვენი მკურნალობის და თქვენი ჯანმრთელობისთვის ეს ძალიან აუცილებელია.